მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუგლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია ჩემი მეგობარი, სულიერი მეგობარი, ვახტანგ ფირცხელაური. სულიერ მეგობარს უდესაც ვამბობ, რაღაც რელიგიურ შინაარსით არ ვამბობ ამას ვამბობ ინტელექტუალურ შინაარსით. ვახტანგს ვიცნობ საკმაოდ დიდი ხანია. ვახტანგი გამოირჩევა იმით პირველ რიგში, რომ ამ მძიმე პერიოდის დროს, როდესაც პრინციპში საღიაზრი დაიკარგა, სოციალურ სივრცეში ის არ ერიდებოდა საკუთარ მოსაზრებების დაფიქსირებას, საკუთარი ხშირ შემთხვევაში ცოტა კაცრი, ესე ვიტყოდი და ცოტა ნიჩეანური გაგებით კრიტიკა თანამედროვე საზოგადოების, თანამედროვე როგორც ლიბერალური, ისე არალიბერალური საზოგადოების. და ის არერიდება, ესე ვთქვათ, რაღაცა ისეთ პოლიტიკურ ან თუნდაც საზოგადოებრივ რაღაც ჰეგემონიას, ესე ვთქვათ, ის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და ესეთი ადამიანები ჩემი აზრით არიან ყველაზე დასაფასებლები. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი ზოგადად თანამედროვე საზოგადოებაზე, იმაზე თუ სად ვიმყოფებით ჩვენ. მოკლედ მოგესალმები კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, მადლობა. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ცხოვრობთ თანამედროვე საზოგადოებაში. თანამედროვე საზოგადოება არის ძალიან სპეციფიური საზოგადოება, რომელიც ხშირ შემთხვევაში მას უწოდებენ პოსტმოდერნულ საზოგადოებას, მას უწოდებენ რაღაცა სხვა სახელებიც არის მოიხსენებენ, რა ვიცი, კაპიტალისტურ მომხმარებლურ საზოგადოებას და ასე შემდეგ, რომელსაც აქვს ძალიან სპეციფიური დამოკიდებულება, როგორც რეალობისადმი, ისე საკუთარი თავისადმი. მაგალითად, ესეთი საზოგადოების წევრებს აი ხშირად ახლა აქციებზეც იყო, ხო? Რაღაცნაირად მინდაზე და სურვილებზე აგებული არიან. მე არ მაინტერესებს რეალობა რა არის, მე არ მაინტერესებს ის ინფორმაცია, რაც შეიძლება მოვიდეს ალტერნატიული, უკრაინა იგებს, თავრობა რუსულია, მე ეს გადადეს რა თქმა უნდა გენდერულ საკითხებში, მე მინდა რომ ესე გუზნობ თავს რომ ქალი ვარ, თუნდაც კაცი შეიძლება იყოს ბიოლოგიური და ასე შემდეგ. ანუ ძალიან სპეციფიური საზოგადოება, სადაც ვირტუალური რაღაც რეალობა, ან უბრალოდ წარმოსახვითი რაღაც რეალობა, იდენტობას აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა ვიდრე რაღაც ობიექტურ რეალობებს, ხო? შენ ფსიქოლოგიურზე სწავლობდი და იცი ეს მომენტები. აი შენ როგორ დაახასიათებდი? მე მაგალითად ამას უწოდებ როგორც დეკადენს, როგორც ცივილიზაციის დაცემის პერიოდს, ბოლო ადამიანებს უწოდებ. აი შეთვის როგორია ეს თანამედროვე ადამიანი? პირველ რიგში ჩემი აზრით თანამედროვე დღევანდელი, ასე ვთქვათ, დასავლური ცივილიზაცია არის ატომიზირებული, განცალკევებული. თუ მაგალითად საზოგადოება წარმოადგენს რაღაცა ეფუძნება რაღაცა იერარქიას და ღირებულებებს, თავისთავად თუ ღირებულება არის მოცემული კულტურაში ისეთ ეს ნიშნავს, რომ არის ყველასთვის მისაღები რაღაცა იდეალები, ამ ღირებულებების გარშემო აფუძნებენ ადამიანები თავიანთ იდენტობებს. ტრადიციულად, ხო? ტრადიციულს გულისხმობ, ხო, და მე წამოვალ თანამედროვეობაში როგორ არის. აქ ამის თვის ინდივიდები თმობენ საკუთარ შინაგანს, ნაწილობრივ ინდივიდუალურს თმობენ. როდესაც იწყება ეს დეკონსტრუქცია, ასე ვთქვათ, დაშლა ამის და ინდივიდუალური მომენტების, ინდივიდში ინდივიდუალური მომენტების წამოწევა, იქ თითოეული ინდივიდი, საზოგადოება შედგება ინდივიდებისგან, მაგრამ ამ ინდივიდებს გააჩნიათ თავიანთი პირადი სამყარო. და გამოაქვთ საკუთარი წუხილი მოთხოვნილებები და ასე შემდეგ. ეს შემდეგ უკვე წინააღმდეგობაში მოდის იმ კოლექტიურ ღირებულებებთან, რომელზეც არის დაფუძნებული საზოგადოება და ერთ-ერთი პირველი ნიშანი დეკადანსის, ესე ვთქვათ, ამას როგორც ნიცშე იყენებს, ასევე შპენგლერი იყენებს, როდესაც იწყება ეს მოძრაობა მასების ამბოხის და ინდივიდუალური მომენტების წინწაწევა და კოლექტიურის უკანა პლანზე გადატანა, იწყება ამ პირამიდას შევადარებდი უფრო, რომ საზოგადოება გავს პირამიდას, რომელიც იერარქიულია, რაღაც ძალაუფლების დისტანცია არსებობს, ვთქვათ, იდეალთან მიმართებაში არსებობს, თუ იდეალები აღარ არსებობს,
ღირებულებები გადავაფასეთ, შემდეგ უკვე იწყება ინდივიდუალური ღირებულებების ყველა რასაც მიიჩნევს იმას წამოწევს წინ. ეს ხო გარკვეულწილად ღმერთის სიკვდილია, ხო? ხო, ღმერთის სიკვდილი აქ ჯერ არ თუ იდეალი არ მაქვს, თუ რაღაცა. თუ ღმერთი მოკვდა, ყველაფერი დასაშვებია, ასე ვთქვათ რა. აღარ არსებობს რაღაცა იერარქია, მორალური იერარქია. ხო, ნუ იქ ჯერ ღმერთი მოკვდა, მერე შესაბამისად მეფის მნიშვნელობა დაიკარგა, იმიტომ რომ უფლის ხელდასმული იყო. მე ასე ვიტყოდი, რომ მე მგონი არა მარტო ღმერთი, ღმერთი თუ ნიჩე ღმერთზე საუბრობდა, თანამედროვე საზოგადოებისთვის ადამიანი მოკვდა. როგორც ფაქტორი, ანუ რა გაგებით ვამბობ, იცი რომ სურვილი იმისა, რომ ადამიანი მოკლან, ადამიანური ისტორიით, ადამიანური ისტორია მოკლან, ესე ვთქვათ, ხო? ხო, იმიტომ რომ ადამიანი არ არსებობს, განყენებულად ადამიანს ვერ განიხილავ კოლექტივის გარეშე. ეს არის აი აბსურდული წარმოდგენა, რომ საერთოდ ძალიან ბინარულად ხდება ხოლმე გააზრება. მე იმას გავაკეთებ, რაც მსურს. შენი სურვილები პირველ რიგში კულტურიდან გამომდინარე განპირობებული არის. იმიტომ ეს iPhone-ი რომ მინდა, ეს iPhone-ი იმიტომ კი არ მინდა, რომ მართლა მინდა iPhone-ი, იმიტომ რომ რეკლამით მომეწოდა. ხო, ნუ ერთ-ერთი ისეთი მაგალითია, რომ მე მაგალითად მომხმარებელი საზოგადოებაც ამაზე დგას და იმიტომ ეხამება კარგად ინდივიდუალიზმი კაპიტალისტურ სისტემას, რომ ჩემი სურვილები წამოვიდა წინ და იმაზე მე ჩვენ თუ დავფიქრდებით, უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ის რაც მე მინდა, გაჩენილი სურვილია და არა თავის თავადი. რაღაცები რა თქმა უნდა თავის თავადია. მაგრამ წახალისებულია იმპულსური ნიშნები ინდივიდში, რომელიც როდესაც იყო უფრო შეზღუდული, დათრგუნული, ასე ვთქვათ, ის ენერგია, რომელიც გარეთ იყო მიმართული, უფრო ტრანსფორმირდებოდა შინაგან ენერგიაში და უფრო მეტად ინტელექტუალური იყო, შინაგან ენერგია ინტელექტუალური, ნუ ამას ზოგადი განსაზღვრებით ადამიანი სულიერი იყო, მე მინდას ამბობს, ის ინტელექტუალურია, ეს ანტიინტელექტუალურია. კი, ის ინტელექტის პატივს არ ცემს. კი, იმიტომ რომ ის საკუთარ ენერგიის საკუთარ თავთან ენერგიის მიმართულებას საკუთარ თავში კი არ ახდენს, გარეთ ახდენს და საკუთარ თავთან სამუშაო იქ აღარ რჩება და როგორ იწვევს შემდეგ ეს კულტურის რღვევას, რომ ყველა საკუთარი ღირებულება დააფუძნა ინდივიდუალური და რაღაცა ის, რომელზეც საზოგადოება არის დაფუძნებული, ის კულტურული ნიშნები მოიშალა და შენთვის რაც იყო ღირებული და ჩემთვის რაც იყო ღირებული, ჩვენ ის გვაერთიანებდა რაღაცა, გვაკავშირებდა და თუ ის მოიშალა და შენთვის ერთია და ჩემთვის მეორეა, ესენი უკვე კონფლიქტში მოდის ერთმანეთთან და ჩვენ ერთი იდეის გარშემო ნაკლებად ვერჩიანდება. ნახე, თუ კი შენ იმ შემთხვევაში ამბობ, რომ თუ კი იმ მეორე მხარესაც აქვს რაღაცა ღირებულებათა სისტემა. თუ კი მეორე ადამიანებს აღარ აქვს კულტურული ღირებულება, აქვს მხოლოდ მინდა და ეს მინდა შეიძლება დღეს იყოს ერთი და მეორე იყოს იმის აბსოლუტურად საწინააღმდეგო და ეს იმდენად იცვლებოდეს, ის უკვე აღარ აქვს ღირებულება. ის არის უკვე რაღაცა პროექტების საერთოდ მე ზუსტად არ მახსოვს, საერთოდ განირჩევა ფსიქოლოგიაში, სოციალურ ფსიქოლოგიაში, კულტურულ ფსიქოლოგიაში ღირებულება და ფასეულობა. ახლა არ მახსოვს ზუსტად. ხო, არის ისეთი რაღაც, რაც უნივერსალურია, არის ისეთი რაღაც, რასაც საზოგადოება მიიჩნევს. ვთქვათ, ფასეული შეიძლება ჩემთვის იყოს, მაგრამ ღირებულება არის ის, რაც ყველასთვის არის. კაი, აი მაგალითად არ გეთახვები და ავტომატურად მიმაჩნია, რომ რადგან არ გეთახვები, ესე იგი რუსეთუმე ხარ რა. ეს კონცეფცია ხო არ შეიძლება იყოს ფასეულობა. ეს კონცეფცია ხო არის მაგალითად გარკვეული ჯგუფისთვის ეს შეიძლება გახდეს ფასეულობა და ეს ნიშნავს რომ კედელს ვაშენებთ ერთმანეთთან საზოგადოებაში ვაშენებთ კედელს რომლის გამოც უკვე შეუძლებელი ხდება დისკუსია შეუძლებელი ხდება რაღაცა ღირებულების გარშემო გაერთიანება მაშინ ესეც ისე რა საიდან მოდის ეს სურვილი რომ კედელი ავაშენო საიდან მოდის ის სურვილი რომ ვიღაცას რუსეთუმე დაუძახო ისე რომ არც მისი ბიოგრაფიით დავინტერესდე, არც მისი მოსაზრებები დავითეს, მარტო ზედაპირული რაღაც შეფასება მოვახდინო მისი ნათქვამის და ეს ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთუმე იყოს. იდეოლოგიური ფუნდამენტალიზმიდან. ეს მოდის იდეოლოგიური ფუნდამენტალიზმიდან, როდესაც გარკვეული იდეოლოგია, რომელიც ჩემში პირობითად ჩემში
გაშინაგდა გარე კულტურული ფაქტორებით, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური ინსტრუმენტების მეშვეობით და მოხდა ჩემი ინდოქტრინაცია. და შემოვიდა რაღაც ღირებულება, რომელიც მე გავიშინაგნე, მივიღე, ჩემი რაც კულტურულად თამდევდა, გადავდე გვერდზე, ჩავანაცვლე და არისებობენ მეორე მხარის ადამიანები, რომლებმაც ეს არ მოახდინეს და მიყვნენ ინერციით ტრადიციულ კულტურას. ფუნდამენტალიზმი ხო იმას ნიშნავს, რომ რაღაცა მხრივ შენ გაქვს იმის მზაობა, რომ სიოთლეს დათმო მაგისტვის, ხო? ანუ რაღაც სიოთლესთან გათანაბრებული ღირებულებების ნაწილი. აი ეს ისეთი იდეოლოგია, რომელიც ართმობს. ხო, ართმობს და ამაზე აშენებს. აქ თავგანწირო არ არსებობს, იმიტომ რომ მე ანუ იქამდე შემიძლია გითხრა, რომ მონას დაგიძახებ, თუ კი არ დამარტყავ, მაგრამ თუ დამარტყავ, მე წავალ და პოლიციაში გიჩივდი. ეს ღირებულება ჩემთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მეს ვაყენებ წინა პლანზე. და თუ მეს ვაყენებ, იქ თავგანწირო აღარ არსებობს. მე თავგანწირო არსებობს კოლექტიური ღირებულებისთვის. ანუ თავი შეიძლება გავწირო რაღაცა იდეის გარშემო, რომელიც რაღაცა პრინციპებს ეფუძნება და ეს პრინციპები ადამიანში შემოდის კულტურიდან. ხო, მაგრამ ეს კულტურული გავლენაა, ისიც კულტურული გავლენაა, რომ შენ ხარ პირველი და ნუ ამ შემთხვევაში ხარ შენ რა მიმართულებითაც დამისვიკეთ, ხო უფრო პოლიტიკურს ეხება. ამ შემთხვევაში ჩვენ ზოგადად ხალხის ის ნაწილი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ხალხის მეორე ნაწილთან, ნუ დავიწყებთ შეფასებას უმრავლესობა უმცირესობის, დავუშვათ რომ თანაბარი რაოდენობით არის, ის ადამიანები საკუთარ კულტურას წარმოიდგენენ სხვა კულტურის ფარგლებში. დასავლური კულტურის ფარგლებში მაგალითად და მათ უნდათ რომ ის კულტურა რომელიც არსებობდა რაღაცნაირად ტრანსფორმირდეს შეერწყას დასავლურს რაღაცა ნიშნებით დასავლური მოხმარებლის სამოხმარებლო რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ანუ ეგეც საჩას აი მაგალითად რომ ხედავენ აეროპორტში რომ ვიღაცა ჩადის ესე იგი ევროპაში ხო და იქ რასეუნებიან რომ აი რადგინდა ევროპაში წადი რუსეთში ანუ იმათ არ წარმოუდგენიათ ის რომ შენ შეიძლება ჩახვიდე ევროპაში იყიდო რაღაცა მაგრამ არ შენი იდენტობა შეინარჩუნო ამით რა ანუ ესე დგას რომ შენ რადგან მოიხმარ ესე იგი ან სრულად უნდა იყო ასიმილირებული ამ მოხმარებაში ან არ უნდა იყოს ჩვენ ჩემი აზრით აბსოლუტურად განსხვავებულად აღვქვათ დასავლურ კულტურას ვიდრე დასავლელი ადამიანი საკუთარ კულტურას. ჩვენ აღვქვათ როგორც პერიფერია ცენტრს. ისინი არ აღვქვავენ სამყაროს ესე ცენტრისტულად. ნუ შეიძლება შეფასებები მისცენ ცენტრისტულად, მაგრამ ის თავის დღევანდელ კულტურულ მდგომარეობას შეიძლება აყენებდეს ცენტრში, მაგრამ ის ისეთივე მორჩილებით არ უყურებს ამას და არაკრიტიკულად როგორც ჩვენ. ჩვენ ის შემოქმედია ამის. არქიტექტორია. ეს როგორც არქიტექტორი რომელიც საკუთარი კულტურის კრიტიკაში არსებობს და ჩვენ ამას განსხვავებულად უყურებთ. ჩვენ ვიღებთ ამას როგორც დოგმას. ამიტომ ამბობ რომ ესაა სწორედ რომ თუ რაღაც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი შემოდის შენში ეს ნიშნავს იმას რომ ევროპული ცივილიზაციაში შედის საკუთარი ცივილიზაციის კრიტიკაც. კი ამით და მეტიც მე არის უამრავი მოაზროვნე, რა ვიცი, ნიჩე აიღე, შოპენჰაუერი აიღე, შპენგლერი აიღე, რა ვიცი. ხო, ძის დასავლური კრიტიკითაა, დასავლური ცივილიზაციის კრიტიკა. დასავლეთში ყველაზე ავტორიტეტული და აკადემიური წრე არის პირველ რიგში ევროსკეპტიკური, დასავლეთ სკეპტიკური, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ როც ეს არის 60-70-იანი წლების წარმოდგენა ჩვენ როგორც ვაზროვნებთ დღეს რომ არსებობს რაღაცა ერთი განვითარების ხაზი. სინამდვილეში არსებობს ძალიან ბევრი განვითარების ხაზი და არ არის კულტურა არ ლაგდება ეს საერთოდ აკადემიურ სივრცეში აი ანთროპოლოგიაში, კულტუროლოგიაში ძალიან არაეთიკურად ითვლება რომ თქვა რომ რომელიმე კულტურა აღმატებულია. ნუ აკადემიურ დონეზე ვამბობ თორე ხე რაღაცამ დასავლეთ შეიძლება თქვა. ჩემ ეზის ანუ ამის წინააღმდეგ გიცავ მე რომ ესე იგი მაგაშიც კი იქ უბრალოდ ცენზურაა ნაწილობრივ იმიტომ რომ არაეთიკური არის. კი ბატონო გეთანხმები. მაგაში მაგრამ ეს მსჯელობას იცი რა შემდეგ უკვე სხვა კულტურების გააზრების შესაძლებლობას კლავს ამგვარი მან არის ესეთი მომენტი რა რომ ალბათ რაღაცა კულტურებს როდესაც ვაანალიზებთ
არსებობს რაღაცა კულტურების უпроსო ეტაპები, კონკრეტულ საზოგადოების კულტურების ეტაპები, რომელიც განვითარებას ხელს არ უწყობდა. აი მაგალითისთვის ვამბობ, ჩვენი 90-იანი წლების კულტურა არ უწყობდა ხელს კულტურულ აღმავლობას. და პირიქით წარსულში დაუბრუნდით. დეგრადაციას განიცდიდა. მათ შორის ეხლა პრინციპში ეს არ არის. ჩვენ არ ვქნით ჩვენ კულტურას. ჩვენ ვახდენთ აი გახსოვს ალბათ ჩვენ სტუდენტობის დროს და თინეიჯერობის დროს იყო პირველი სტერეო რო იყო ქართველი მუსიკოსები რომ ღეროდნენ უცხოურ სიმღერებს, ხო? ქართულად ოღონდ. გადააკეთებდნენ. ანუ ჩვენი კულტურა რეალურად იქცა აი ამათ. ეს ბარბაროსობაა. ხო, ბარბაროსობაა. ხო, როდესაც პერიფერია იწყებს ცენტრის მიბაზვას, იმიტომ რომ თავად არ აქვს იმის უნარი შექმნას ახალი. და ეს რაღაც მე ვფიქრობ რომ არ მიყვარს ხოლმე ამის თქმა, ეს ყბადაღებული ის არის, რომ აი საბჭოთა იმის ის იყო, მაგრამ იქ არსებობდა გარკვეული კულტურა, ბუნებრივად ძალადობით ისე თუ ასე შეიქმნა ელიტები, ინტელექტუალური ელიტები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, მოაზროვნეები, რომლებიც რაღაცა იდეების გარშემო ერთიანდებოდნენ და სხვა შორის იქვე განვითარდა ჩვენი ნაციონალიზმი. ხო, ჩვენ რო დღეს ვაყალბებთ ისტორიას, ნაციონალური იდეა მაშინ, ხო? ხო, ხა დღევანდელი ნაციონალიზმი და 20-იანი წლების ნაციონალიზმი სრულიად განსხვავებული რაღაცა არის და დღეს ვაცოცხლებთ იმას იმ პარადიგმაში, რომელიც დღეს ჩვენ გვჭირდება. და ეს როდესაც დაინგრა საერთო გამაერთიანებელი ის მოიშალა ასე ვთქვა, დაკარგა. ამას ჩვენ მივაყოლეთ ყველაფერი. და დაუბრუნდით ბნელ წარსულში, რომლიდანაც როგორ იყო მაშინ ქართველი ეჯიბრებოდა რუსს, რომ რუსზე უფრო შემოქმედებითი იყო, უფრო კულტურული იყო. ეს შეჯიბრებითობა ქმნიდა მთელ რიგ ქართულ კინო შექმნა, ქართული კულტურა შექმნა და აი ეს მტკიცების ფორმაში ვიყავით, შეჯიბრებით. ეხლა როგორი არის დასავლეთთან მიმართებაში, რომ დაჩაშანაკებული, აბა შენ ის უნდა გავიმეორო და მე ვერ შევქმნი, აი ქართული კულტურა თუ ქართულს უნდა რომ ევროპაში დაემკვიდროს თავი, ის დაემკვიდროს თავს ხოლმე მაშინ, როდესაც იტყვით, რომ აი ვინა გერმანელი მე უკეთესი ვარ. აი თუ ეს მომენტი იქნება, რომ ვინა გერმანელი, ვინა ფრანგი მე უკეთესი ვარ. აი მაშინ მგონია, რომ ქართულს შეიძლება შექმნას რაღაცა. და სანამდე მიაჩნია რომ გერმანელი და ფრანგი მასზე რაღაც არა მარტო აღმატებულია, არა მარტო დიდარია, არამედ ანთროპოლოგიურად აღმატებულია, რაღაც ღვთაებრივი არსებები არის, რომლებიც ქმნიან რაღაცა. რასისტულ დონეზე განიხილავ, რომ ის აღმატებულია ვერაფერს ვერ გეთანხმები მაგაში, თუმცა დღევანდელი არა მარტო დღევანდელი ალბათ ბოლო 30 წლის ქართველები როგორც ვიაზრებთ ქართველობას ესეც არ მომწონს რატო? იმიტომ რომ ეს აღმატებულობაც გადადის რაღაც ძლიერ ნაციონალიზმში. თვითკოვებას არაფერი მოაქვს. კრიტიკულობა ეს მე უფრო რადიკალური მხარე რატო თქვი ამას არ ვხსენებდი, რო არ ვხედავდი მეორე მხარეს რო არ ვხედავდი ამის მან კი ნიშნებს. ვხედავ ამას, რომელმაც შეიძლება ჩავკეტოს და აი ჩვენ ქართველობა და ჩვენ ვისარჯობი ვართ და ჩვენ თვითკრიტიკულობას ვკარგავთ. ამისკენ სამწუხაროდ მიდრეკილება გვაქვს. ეცერ არის, ანუ ეგ საპრობლემასაც ხდება. ანუ როდესაც თვითკრიტიკულობაში შევდივართ, რაღაცა უკიდურესობებამდე მივდივართ ამ თვითკრიტიკულობაში. ანუ ორი ფორმაა, ან ქართველები ყველაზე მაგრები ვართ, ან ქართველები ყველაზე ცუდები ვართ. აი რაღაცა ის საკუთარ თავის ობიექტურად შეფასების ის, რომ რაღაცა შენი უნიკალურობა, ეს უნიკალურობა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ თავისი მინუსებიც აქვს ამ უნიკალურობას და თავისი პლუსებიც აქვს. ამის დანახვის მომენტი ცოტა გვიჭერს. ხომ არ ვფიქრობ, რომ ეგ იმის გამოა, რომ პერიფერია ვართ. პროვინციული აზროვნება. აი რატომ არ იყო ეს მაგალითად იყო საბჭოთა კავშირის ჩემი აზრით. შეიძლება ცდები აი ნახე ეგ ანუ პროვინციალობაზე უფრო პროვინციალობა ყოველთვის იქნება, გასაგებია რომ რუს კომუნისტებზე უფრო მეტად კომუნისტები ან კათოლიკე ისე რომის პაპზე მეტად კათოლიკების ფენომენი იქნება. ეს ყოველთვის იქნება პროვინციაში, მაგრამ კულტურა შეიძლება დომინანტი იყოს ეს. ანუ ეს შეიძლება საზოგადოებაში არსებობს, მაგრამ დომინანტი არ იყოს. და შეიძლება დომინანტი გახდეს. აი, როდის ხდება ეს დომინანტი, ეცაა ჩემთვის მნიშვნელობა, თორე ესეთი განწყობები რომ იქნება საზოგადოებაში, საზოგადოების რაღაც ნაწილში, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ მე არ მინდა რომ ესეთი განწყობები იყოს დომინანტური. როგორი განწყობები? როდესაც თვითგვემის რეჟიმში ვართ რაღაცნაირად
და ლიბერალური კულტურა როგორ დამყარდა ჩვენ და ხო ეს არის ქართული კულტურის თვითგვემბის პროცესში დამყარებული რა არის ჩვენ არაფერი არა ვართ და ამაზე დაშენდა ლიბერალური რაღაც ქართული ლიბერალი მაღაზე დგას ხო ყველაფერს მე აბრალებს რუსეთს სხვა შორის შემთხვევითი არ არის სწორედ ის რომ ჯერთ ამის ნგრევამ რელიგია წამოწია ნუ მე კი კრიტიკულად კი არ ვამბობ ამას რაღაც იდენტობის განსაზღვრელი ყოველთვის იყო საქართველოსთვის ქრისტიანული რელიგია და როცა ყველაფერი მოიშალა 90-იანებში თავიდან არა მაგრამ ძალიან მალევე ხალხმა აი ეს ინსტინქტურად თვითგადარჩენის მიზნით ამ იდეას ჩაეღაუჭა აღარაფერი არ გააჩნდა და ეს ჩემი აზრით იმასთან იყო დაკავშირებული აი როდესაც წარმოიდგინე რა 300,000 ადამიანი გამოყარეს 300,000 ადამიანი გამოყარეს დაგხოცეს ქონდა იმის განცდას სამდენს მოხდებოდა რომ დაუმარცხებელი იყავი აგერ 9 აპრილზე კი ის იყო მაგრამ ამხელა იმპერია დაამარცხე და ქონდა იმის განცდა რომ სამყაროს შემოქმედი ხარ და ისტორიის შემოქმედი ხარ და ისა ხარ და ამ დროს 300,000 ადამიანი გამოყარა თან ვინ გამოყარა ხო მაგაში ხომ არის და უცბად რწმენა შეერიყა აბსოლუტურად სამყაროს ჩამოგვექცა თავზე და ვის უნდა თხოვო ესე მდგომარეობაში დახმარება თუ არა ღმერთს თუ არა ესე იგი ეკლესიას ხო და ეს ბუნებრივია იმან ეკლესიის გაძლიერება სწორედ ამ დამარცხებული ომების შედეგად მოხდა მაგრამ მეორე მხრივ ეს რო არ ქონოდა ეს ეკლესიის მომენტი ჩვენ უბრალოდ ჯანსაღ ელემენტებსაც ვერ შევინარჩუნებდით ვერანაირ ჯანსაღ ელემენტს ვერ შევინარჩუნებდით ჩემს ეს იყო უკანასკნელი თავშესაფარი ქართულ საზოგადოებასთვის რომელმაც საკუთარი თავი გადაერჩინა ანუ ეკლესია აღმოჩნდა ის რომელსაც საზოგადოებამ საკუთარი თავი გადაერჩინა კიდე ხა პოლიტიკურ ნაწილში ეს გვინდა რაღაცნაირად გვაერთიანებს სლავურ კულტურებთან კავკასიურ კულტურებთან გულისხმობ სომხეთს ამ შემთხვევაში რაღაც ჩვენ იდენტობას თუ ქრისტიანობაზე ვაფუძნებთ კავშირი ბუნებრივია კავშირს ბუნებრივია ვხედავთ რუსეთთან და მაგალითად ჩნდება ის აზრი რომ აი დასავლეთი რელიგიას ებრძვის ობიექტურად რო ავიღოთ ობიექტურად ხო და რატო ებრძვის დასავლეთი რელიგია ობიექტურად რო ავიღოთ მოდი ესე ვთქვათ ის რომ მეტნაკლებად ანტიქრისტიანული ელემენტები ანტიქრისტიანული იმ გაგებით რომ ახალისებს რაღაცებს რაც ანუ კაცრი არის ერთი მხრივ კაცრი არის ქრისტიანულ გამოვლენებებთან მიმართებაში ევროკავშირის მთელი რიგი აი საფრანგეთი მაგალითად აიღე მაგრამ იგივე ისლამურ რაღაცა გაძლიერებასთან მიმართებაში ესეთი მკაცრი არ არის რატო ჩემი აზრით იმიტომ რომ დასავლეთი საკმაოდ სიღრმისეულად და მეცნიერულ დონეზე აფასებს იმას რა მნიშვნელობა აქვს ქრისტიანობას ჩვენი მორწმუნეობა კი არ აწუხებთ იმათ ის კი არა რელიგიას კი არ ებრძვიან ამით ებრძვიან რუსეთთან დამაკავშირებელ რბილ ძალას ასე ვთქვათ რა ის იდენტობის რგოლი რომელთანაც შეიძლება რამენაირად გავერთიანდეთ და ეს არის პრობლემა მაგათთვის და არა ის რომ მათ ეკლესია აინტერესებთ მათ ეკლესია არ აინტერესებთ უბრალოდ ხედავენ რომ რუსეთი ამას როგორც ინსტრუმენტს ისე შეიძლება ეს შეიძლება ერთი ნაწილია ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ამის გამო უნდა გვქონდეს რაიმე უთანხმოება ან რუსეთთან ან ეკლესიასთან ეს ამას არ ნიშნავს მაგრამ ისინი ესე ხედავენ ისინი ასე ხედავენ და აი შემთხვევითი არ არის ახლა ჩვენ რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ბევრი გვისაუბრია ამაზე საიდან მოხდა როგორ მოხდა პოპულარიზება ეკლესიის კრიტიკის ათეიზმის კი ამათ აი იცი რა არის რა მომენტი იყო ერთი მომენტია რომ აი სუფთა ოიდიპური ფროიდიანული ოიდიპური მომენტია რა ლიბერალის კულტურულად მე არ მახსენდება სადმე იყოს ეს თანამედროვე საზოგადოებაში არ ჭირდება მამა ანუ ის სიმბოლურ მამების ყრილობითაა დაკავებული და ქართულ საზოგადოებისთვის ილია მეორე
ჩვენი პატრიარქი აღიქმება მამის არქეტიპული მასებით. ნუ ზოგადად წეღანაც ვახსენე, რომ თუ ინდივიდუალიზმს წინ წევ, იქ ავტორიტეტები უნდა მოკლა. ხო, მაგრამ აი მოკლეს აკადემიურ სივრცეში ავტორიტეტები, მოკლეს თეატრალურ სივრცეში, კულტურულ სივრცეში ავტორიტეტები. ნუ შეეცადნენ რომ ვიღაცები თავიანთი შეექმნა, მაგრამ ეგრევე ვერ შექმნეს რა. ვერ იქნება ეხლა რაც არ უნდა უნდოდეს, რა ვიცი, პირობიდან ზედანიას, რაც არ უნდა უნდოდეს ნოდიას, გიანოდიას, ვერ იქნება ავტორიტეტი რა, ვერ იქნება და მორჩა გათავდა. არა აქვს მაგას არანაირი პოტენციალი რომ იყოს ავტორიტეტი. კი ის შეიძლება რაღაცა თანამდებობებს იკავებდეს დღეს და რაღაცა ის გააჩნდეს რაღაც სტატუსი საუნივერსიტეტო სისტემაში, მაგრამ ეს არ არის საზოგადოებრივი ავტორიტეტი. ის რაღაც ქართული მეცნიერების მამათ ან დამცველად ან რაღაც წარმომადგენლების სიმბოლოდ არ აღიქმება. ყოველ შემთხვევაში გარკვეულ ეტაპზე საზოგადოების რაღაც ნაწილში გააჩინეს სკეპტიკური ხედვა ამ მხრივ და ამან გააჩინა ბზარი და საზოგადოების გახლეჩ ჩამოახდინა. ხა მე იმას არ ვამბობ, რომ მაინც თქვათ ერთ მხარეს ვემხრობი ან მეორე მხარეს ვემხრობი, მაგრამ ეს საზოგადოების ხით ჩატეხილობა, ასე ვთქვათ, ხო, გაჩვენე, კი, მოახერხეს, მაინც მოახერხეს. ახლა ლიბერალიზმის ჩემი კრიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ლიბერალიზმი ქმნის ხელოვნურ სოციალურ კონფლიქტებს იქ, სადაც არა საჭირო. და იცი რა, უხეში ჩემი აზრით, უხეშად და მოუქნელად ერეოდნენ იქ რო ყოფილიყო უფრო რაღაცა სავარაუდოდ რაღაცა სქემას იღებდნენ, რომელიც უნივერსალური იყო ყველა კულტურებზე და ამას ამუშავებდნენ ჩვენზეც. ნუ იცი, მოკალი მამა, მოკალი შენი კულტურული სიმბოლოს დასაყრდნენები, შექმენი რაღაცა ინდივიდუალური დაპირისპირებიც და ღირებულებად აქციემ მხოლოდ რაღაცა წარმატების მატერიალური მხარე, იმიტომ რომ მერკანტილიზმზე დააფუძნე სოციალური ინჟინერია. შენ გემახსოვრება ბენდუქიძეს პერიოდი გემახსოვრება, როდესაც ბენდუქიძემდე ქართულ საზოგადოებაში გამდიდრებული ტიპი ითვლებოდა ბოდიში და ჩათლახად. იმ გაგებით რომ ის როგორ შეიძლება ესეთი ღარიბ საზოგადოებაში იყო გამდიდრებული რა და არ მახსოვს ვინ იყო მახსენდა მაჭავარიანი იყო, სააკაშვილი იყო, რომელიც სააკაშვილის პერიოდში დასაწყისში და შევლენების ბოლო პერიოდში ამაყობდნენ იმით, რომ ერთოთახიანი ბინაში ცხოვრობდნენ, რომ არ ჰქონდათ ხელბა და შევლენების ჩინორიგებისგან განსხვავებით ისინი იყვნენ სახალხოები და ტეხავდა სიმდიდრე. აი ბენდუქიძემ ეს შეცვალა, ბენდუქიძის პერიოდიდან ეს შეცვალა და პირიქით ეხლა ჩვეულებრივი იყო, მე გახსოვს სააკაშვილი რო გამოვიდა, ჯონდი ბაღათურიამ ისინი რო აჩვენა სურათები სააკაშვილის, მაშინ ნათესავები და შენი მინისტრების როგორც ცხოვრობდნენ, სააკაშვილმა რა თქვა, მე ვამაყოფო რომ ჩემ დროსო ესე გამდიდრნენო, იმიტომ რომ ეკონომიკა ამუშავდაო, ჩემი ნათესავებიო და ანუ შეიცვალა მცირნიდრესთან ურთიერთობა შეიცვალა. და ეს რაც ნიშნავს, ერთსაც დავამატებ, თუ კი აქამდე იყო ავტორიტეტი ის კი არა, ვის დიდარი იყო. არამედ ის ვისაც რაღაც მორალური ელემენტი ქონდა, რომ ის შევრნეdes ჩინორიკისგან განსხვავებით არ იყო მდიდარი ერთოთახიან ბინაში ცხოვრ. ყოველ შემთხვევაში ესე წარმოაჩენა თავს. ეხლა ეგრე აღარ იყო და აღარ არის. არ არის ეს ცოტა ისა ბუნებრივს არ გავს. ნუ კაპიტალისტურად ბუნებრივს გავს. და კაპიტალისტურ კულტურაში შევედით, სადაც მე მგონი ხო, აი ამას ეხლა სულიერების ელემენტი შემცირდა, არ გაგქრალა, მაგრამ შემცირდა. ხო. და აქედან გამოვიდა მეც, ამიტომ არის მინდაისტების, ხო? ფენომენი. ხო, ესე იგი ხარ მე უფრო ეს თემა ჩემთვის არ არის ესეთი, ესე ვთქვათ, რომ შემეძლოს განვავრცო. აი უბრალოდ ეს ინდივიდუალური მომენტი ამაშიც არის, რა თქმა უნდა, ხო? როდესაც ინდივიდუალიზმს წინ წევთ, იქ აუცილებლად გაჩნდება მაღალი და დაბალი. და რომ მით უმეტეს, როდესაც კაპიტალიზმზე ვაფუძნებთ საზოგადოებას და ის ღირებულებები შეგვიძლია. იქ აუცილებლად არსებობს ელიტა, ფინანსური ელიტას გულისხმობ, რომელიც თulis რო პრივილეგირებულია და ანუ გმირი თუ ბურჟუა? ხო, გმირი ამ შემთხვევაში, ეხლა მე არ მინდა ისე წარმოვაჩინო. ყოველ შემთხვევაში თუ შენ ეს წარმოაჩენ, მე არ დაგეთანხმებოდი, რომ ის გმირია ის, ვინც ღარიბულად ცხოვრობს და არა, ეს არა. გმირია ის, ვინც უარს ამბობს გამდიდრებაზე საკუთარ ღირებულებების გამო. და ის არ არის დასაგმობი ტიპი.
ეხლა ამ საზოგადოებაში ეს დასაგრობი ტიპია. რას ქვია აი, ესე? მაგალითად ხშირად არის, რომ ადამიანის არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი მიმართულებით ინტელექტუალური იქნება თუ რა სხვა მიმართულებით, მის შეფასება ხდება, აბა მაშინ ესე რატოა? ესე რატო ცხოვრობს და პირდაპირ მატერიალურზე ხდება და ყველა და იმის დაშვებას ადამიანები არ ახდენენ, რომ ამ ადამიანს უბრალოდ სხვა ინტერესები აქვს და სხვა მიმართულებით მიმართავს თარ შესაძლებლობებს და სხვა მიმართულებით რომ მიემართა, სხვა შედეგი შეიძლება გქონოდა, მაგრამ ეს არის ადამიანის სულიერი ნაწილი. მატერიალიზმი ეს გარე მომხმარებლის საზოგადოების მიმართული ინტერესები ყოველთვის შინაგანს ებრძვის, ხო, წევანაც ვისაუბრეთ ამაზე, რომ ეს რა თქმა უნდა ჩვენ მიწევს, რა თქმა უნდა, თუ მატერიალურზე ზრუნავ, რაღაც ინტელექტუალური დათმობა მიწევს, იმიტომ რომ ის დროს მოითხოვს, ენერგიას მოითხოვს და სხვაგან არის გადაცემული ჩემი გონი. შეხო ყავს დანახი, ეხლა ცოტა რთულია ესეთი ადამიანის ნახვა, მაგრამ ადამიანი რომელმაც გადადო თავი რაღაც აი მეცნიერებისთვის, რაღაცისთვის გადადო იგივე საბჭოთა კავშირში იყო ესე, რომ ადამიანებს შეეძლოთ ამ საქმოსნობით თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოევლინათ, მაგრამ მეცნიერულ ცოდნას ეწეოდნენ, ხელოვნებაში მოღვაწეობდნენ. ხო და ჩვენთვის ესეთი ადამიანები ახლა არიან უფრო ღირებული ვიდრე წარმატებული ბიზნესმენი. კი ბატონო, ჩვენ ვიდრე ჭყონია მაგალითად. ჭყონია ჩვენთვის არანაირი კონტექსტში და ვერანაირი კონტექსტში ვერ იქნება ვერც მისაბაძ და ვერც მithumedat გმირი. იმის მიუხედავად რომ ჩემდა სამწუხაროდ სამოქალაქო განათლებაში ჩაწერეთ ეს როგორც კარგი მაგალითი, როგორც დადებითი მაგალითი და სკოლაში ასწავლენ. ვერ იქნება ეს ჩემთვის და ვერ ვეტყვი შვილს რომ აი ეგეთი გახდი მეთქი რა. იმის მიუხედავად რომ ფული იშოვო კაცმა. ვერც ხაზარაძეზე ვერ ვიტყვი ესეთს. რომ ეგ კაი ტიპია და ესეთი უნდა იყოს და მინდა რომ ესეთი იყოს. ძალიან ბევრი 90-იანებში გამდიდრებული ადამიანი მიუხედავად ისა რომ სიმდიდრე გააჩნია და ამ ცხოვრებით ცხოვრობს, ასე ვთქვათ, ამისკენ არის მინდრეკილი. ხშირად პირად ღირებულება და არ მიიჩნევენ ამას და არჩულებს არ მოუწო. არსებობს, ბევრი ადამიანი არსებობს ესე. კი. ხო, ანუ რაღაცა ნაწილში და ამ დროს მეორებს ხვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ მატერიალური არც პერსპექტივა, არ შესაძლებლობა და ამას აყენებენ მატერიალურ შესაძლებლობებს აყენებენ წინა პლანზე. ხო, ეს იგივე იმან მოიტანა, რაც შენს თქვი, იდეოლოგიურმა ინდოქტრინაციამ, ну, ამ შემთხვევაში ბენდუქიძემ ითამაშა როლი თუ აი გახსოვს ოთხდაათში ხშირად იყო, რომ აი ესეთი ჭკვიანი, ესეთი განათლებული ადამიანია და აი ესე ღარიბულად ცხოვრობს და იქით მე მგონი ლოგიკურიც არის. ისეთ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც მეცნიერება ფეხებზე კიდიათ, ადამიანი, რომელიც განკუთვნილია რა ვიცი მეცნიერებისთვის და რაღაც ისეთი შემოქმედებითი საქმიანობისთვის ვერ იქნება მატერიალურად უზრუნველყოფილი. პირიქით. ის რომ მატერიალურად იყოს უზრუნველყოფილი, ესე იგი რაღაცა პრობლემაა. მაგრამ ცენტრი ამით ძალიან კარგად სარგებლობს, იმიტომ რომ თუ დაინახავს, რომ ადამიანს აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები და ის თავის კულტურაში ვერ ახდენს ამის გამოვლინებას, ის მას თავისკენ იზიავს და უკვე ფინანსურათაც უზრუნველყოფს მას. ცენტრი კი, თუ ცენტრში მოხდა ეს, მაგრამ ნახე, აქ ერთი ისეთი მომენტია, ადამიანს უნდა შეეძლოს, ანუ ნახე, ისაც თავგაწირვის აქტია, როდესაც შენ მარტო ცეცხლს კი არ წირავ, ეს ერთი არის ის, რომ როდესაც პირდაპირ უშუალოდ ეგზისტენციალურ მდგომარეობაში მეომარი ხარ და წირავ, ეს ერთი მომენტია, მაგრამ როდესაც ადამიანი ხარ, რომელიც მაგალითად ქართული კულტურაა მნიშვნელოვანი, აი პაჩანა ბრეგვაძე, ხო? თარგმნელი, რომელმაც თარგმნა უამრავი წიგნი, სიღარიბეში ცხოვრობდა ადამიანი, მაგრამ ისაც თავგაწიროა. ისა თავგაწირო სწორედ. იმიტომ რომ ბან იმხელა მემკვიდრეობა დაუტოვა ქართულს მის თარგმნითი საქმიანობით, რომ მაგაზე თაობები გაიზრდება. საკუთარი თავი უკვდავყო, ამით უფრო მეტად დააფუძნა ეს ჰეროიკული ეს არის ასე ვთქვათ. აქ ხო ეს ამას ის თავგანწირვას კი არ არის აუცილებელი ჰეროიზმისთვის. არის ისიც ხო და აი ახალგაზრდა რო არის ტიპი და რომელსაც ეს აი ვისაც ეს მომენტი აქვს გათუცნობი, აი მე ჩემთვის წარმოუდგენელი ბაჩანას მსგავსმა ადამიანმა სხვა ეს უთხრეს მონახარო.
გამოვიდეს და იყუროს მონა და რაღაც ესეთ. ანუ მონას ამბობს ის ტიპი რომლისთვისაც სულ სხვა ღირებულებების სისტემა არის, რომლისთვისაც ანუ არის რაღაცა სურვილები, არის ამ მიმავალ სურვილები და მის წარმოდგენაში არსებობს ვიღაც ადამიანები, რომლებიც ამ სურვილების რეალიზებას ხელს უშლენ. ანუ სულ რაღაცა ისეთი სურვილები არის, რომელიც ეს საერთოდ ჰეროიზმს გამორიცხავს რა. ჰეროიზმი არის ის რომ ხო, კაი. ეს მონას ეს საერთოდ გაყალბებულია ასეთი ანალოგიურად შეგიძლია შემოატრიალო და პირიქით თქვა რომ ის არის მონა. ხო, მაგრამ უფრო დიდი სისტემის ვიდრე მაგრამ რო ისახარ სხვა ეთიკის ტიპი ხარ ვერ შემოუტრიალებ მაგას. ანუ იმიტომ კი არ ეუბნები მათ რომ არ ეძახი მონებს რომ არ იმსახურება. რომ შენი ეთიკა არ არის ეგეთი და შენი განწყობა არ არის ესეთი და ადამიანი ხარ რომელიც თulis რომ საჭირო ადამიანთა შორის ურთიერთობაში რაღაცა მნიშვნელოვანი ეთიკური პრინციპები შეთვისაა მნიშვნელოვანი პირველ რიგში და არა იმიტომ რომ ეგ შეთვისაა მნიშვნელოვანი და იქიდან რა თქმა უნდა ეს კულტურული რაღაცა ფენომენი არ ხდება. ამით რაღაც ემასთან მივდივართ რა წეღანაც ვახსენე იდეოლოგიური ფუნდამენტალიზმი პოლიტიკური მნიშვნელობით ვამბობ. არის რაღაცა ფორმის ნაციონალიზმია, უხეში ფორმის ნაციონალიზმი. ლიბერალური ნაციონალიზმი. ხო, აი, რომელსაც ფუნდამენტი არ გაუჩნია. რომ მივყვეთ, არაფერი იქ ნაციონალური არ არის. და თანამდებობას არ გააჩნია. ხო, თანამდებობა არ გააჩნია და მას გაიგივებული აქვს ლიბერალური იდეოლოგია ქართული იდენტობასთან, რაც აბსოლუტურად აბსურდული არის. და ამას აქედან ამ პერსპექტივიდან შემდეგ იწყებს კრიტიკას, რომ აი ამ ჩარჩოში თუ არ ზიხარ და ეს მიმართულება არ გაქვს, შენ ქვეყნისთვის ცუდი გინდა და არის ერთი გზა და ეს არის მხოლოდ ქვეყნის უკეთესი მომავალი. როგორ უშვებენ თავისუფლებას? აი ისინი ხო თავისუფლების სახელით აკეთებენ ამას. და რა არის აი მე უბრალოდ ესე შეკითხვა მაქვს. აი ვიღაცები წერდნენ რატომ მხარე, რატომ აკრიტიკება ამ აქციას და აი ერთი შეკითხვა მაქვს. აი მე რო მხარი დამეჭირა ამ აქციისთვის. ეს ხო ჩემზე უფრო ცუდს მეტყველებს. ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ანტილიბერალი ვარ, სულ სხვა რაღაცა პოზიციებზე ვარ და თუ კი კრიტიკულ მომენტში იმას ვამბობ, რაც შენ გინდა. ეს ხო შენ არ უნდა გინდოდეს იდეაში. იმას უნდა, იმიტომ რომ ხო ნუ აქ ის არის რომ რაც მეტ ავტორიტეტს გადაიზიდა უკეთესია, მაგრამ იმას აღარ აქვს მნიშვნელობა ეს ამ ავტორიტეტმა ფასი დაკარგა თუ არა. ფასდაკარგული ადამიანი რეალურად შენ გვერდზე დადგება არა ის ადამიანი რომელსაც თანმიმდევრული ღირებულებები აქვს, არამედ ფასდაკარგული ადამიანი დადგება და რეალურად რაც მოვიდა ამ აქციის წარმომადგენლებს და ის ხალხი შემოიკრიბა, რომლებიც სულ სხვა რაღაცას ლაპარაკობდნენ და ამ მომენტში მოერგნენ და ფასი აქვს დაკარგული მაგ ყველა პოლიტიკურ ელიტას ფასი აქვს დაკარგული. და ვერ ხვდებიან იმას რომ სიამდვილეში იმისთვის რომ შენი აქცია იყოს ძლიერი, შენ არ გჭირდება რა ვიღაცა. ახლა როგორც მაგალითად ლენინს და რაღაც ბოლშევიკურ გადატრიალებას არ ჭირდებოდა რომ მის გვერდზე ყოფილიყო მონარქისტები, ეგ პირიქით გააფუჭებდა მაგ საქმეს რა. აქ აღარა აქვს ამას მნიშვნელობა. აქ აღარა აქვს მაგას მნიშვნელობა. იდეოლოგია საერთოდ იდეოლოგიასაც აღარა აქვს უკვე მნიშვნელობა. ვინ ხარ კონსერვატორი ხარ, ანტილიბერალი ხარ, თუ იქ ხარ, აი კარგია ესე. ანუ აქ იცი რა არის რთული, საკუთარი თავის შენახვაა რა რთული. ანუ ადამიანს უნდა შეგელოს საკუთარი თავის შეინახო. როგორი სოციალური სიგიჟეს არ უნდა ხდებოდეს, უნდა შეგელოს, ანუ იმის გამბედავება უნდა ყოფნიდეს, რომ მეგობარსაც უთხრა და იმასაც უთხრა, რომ აი მე ეგრე ვფიქრობ და მორჩა გათავდა რა. უცნაური აქ ის არის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე აყენებენ პროგრესს და თავისუფალ აზროვნებას და ასე შემდეგ, რაც მიაჩნიათ, რომ დასავლური ღირებულებაა აპრიორი, რაც ასე არ არის, თქვათ, აზროვნებენ ყველაზე უფრო ფუნდამენტურ ჩარჩოებში და არიან
ძველ პარადიგმაში არსებობდა. დღეს ეს ძველი არ ნიშნავს ცუდს, მაგრამ მოდი ესე ძველს მე ვამბობ დრომოჭმულს, აი 20 წლის წინ. ამაზე რო გვესაუბრა, იქნებოდა მათი მხრიდან აბსოლუტურად ლეგიტიმური, მე ვფიქრობ და დღეს ეს ასე აღარ არის. და ამას ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ ისინი ჩაკეტილი არიან იდეოლოგიურ ჩარჩოში, რომლიდანაც ვერ გამოდიან. აი მაგალითად ეს გაგეხარდება ესე გეკითხები, რომ ის ტიპი გამოვიდეს მაგ ჩარჩოდან. აი ეს გოგორო ყვირის ერთი და იგივე რაღაცას არის. იცი რა, რო გამოვიდეს, აი გამიხარდება. ხო, რაღაც მომენტში მეც გამიხარდება, მაგრამ რატო გამიხარდება, აი იმაზე ვფიქრობ, რატო გამიხარდება. ან მეც რა არის, მე რა გამიხარდება, მე უფრო დავკონკრეტო. მე გამიხარდება ის, რომ ამ ყვირილის ნაცვლად ტიპს შეეძლო საკუთარი პოზიციის მყარი არგუმენტირება და არ გაექცეს კრიტიკულ შეკითხვებს. ხვდები, კრიტიკულ მომენტებს მის არგუმენტაციაში და კონდეს იმის უნარი, რომ შეეჯახოს მას. და მეორე მე თუ მაქვს ეს პრობლემა, თუ ჩემ წარმოდგენებში არის რაღაც ეს სუსტი პრობლემა, თუ დამანახებს, მე ორივე ხელით ზემოთ ავწევ და ვიტყვი, რომ ეს მართალია. ანუ მე მინდა ეგეთი ურთიერთობის ფორმა, რომ მე შემელოს რაღაცა თუნდაც ჩემ მოწინააღმდეგესთან რაღაც მომენტში გულახდილი ვიყო. აი ეს მომენტი მინდა, ხვდები? ადამიანი მსჯელობას როდის აუქმებს და რატომ აუქმებს? მაშინ, როდესაც აღარ გააჩნია არგუმენტები, ხო, და გადადის უკვე ეს ახლა მონას ძახელი, რუსის ძახელი, ეს ხო იარლიყების მიკვრა, რომ აი ეს არის შავი და ამასთან ლაპარაკი აღარ შეიძლება. ეს ხო ინტელექტუალურად აბსოლუტურად ანულებს ამ ადამიანს და საკუთარ თავში კლავს იმ შესაძლებლობას, რომ რაღაცაზე შეძლოს საკუთარ თავში რაღაცის დანახვა. ან თუნდაც იმის შესაძლებლობას, რომ მე დამანახოს. ამით აუქმებს შენ, ასე ვთქვათ, ყოფს ადამიანებს ზომბებად და ნორმალურებად და მიაჩნია, რომ ის არის ნორმალური. ამას აკეთებს მაშინ ადამიანი, ინფანტილურია რა, მე ვარ კეთილი და სხვა დანარჩენი ბოროტები არის. ხო, ეს უკვე როცა რადიკალურ ფორმას იღებს მიმართულება, შემდეგ ეს გზა რჩება, მეტი აღარ რჩება სხვა გზა და. ანუ ნახე, მე დარწმუნებული ვარ, რომ აი იმაში დარწმუნებული ვარ, რომ იქ ვიღაცეები ყველაზე არ ვამბობ და პოლიტიკოსებზე განსაკუთრებით არ ვამბობ ამას, მაგრამ მე ვამბობ ჩვეულებრივ ადამიანებზე. მართლა ჯერათ რაღაცა საფრთხეების და მართლა ჯერათ რომ რაღაცა ცუდი ხდება და ალბათ მე პოლიტიკოსების უფრო მესმის. ხო, ხო, ნუ მათი მორალური კი არ ვიზიარებ. იცი რა არის? მე უბრალოდ ერთი მომენტი არის, რომ ადამიანს რომ ესეთი განწყობა გაქვს, რომ აპოკალიფსური სურათია და ეხლა შენ თუ ეგ რუსულ მთავრობა არ ჩამოვაგდე, იმის მინიმუმ არგუმენტირება უნდა შეგეძლოს. რომ ეს უფრო ფაქტებით გამყარება უნდა შეგეძლოს, რომ ეს მართლა არის ესე იგი აპოკალიფსი და ის რომ ამერიკული კანონი გადმოწერე ეს სიამოვნებაში არის რუსული კანონი. მაგის არგუმენტირება უნდა შეგეძლოს. აი ეგ როდესაც არ შეგიძლია და გადადიხარ ყვირილზე, როგორც ძალიან ცუდ სოციალურ პრაქტიკას ქმნი საზოგადოებაში, სადაც შეუძლებელი ხდება მსჯელობა და დიალოგი. დიალოგი ის კი არ არის ახლა ჩვენ უბრალოდ სოფისტურად ესე დავждეთ და რაღაცებზე ვისაუბროთ და მე დავიშალოთ, არა. დიალოგი არის ის, რომ რაღაცა პროცესია, საზოგადოების დისკურსის პროცესია, ამ დისკურსის პროცესში რაღაცეები პროცესში გადაილახება და შემდეგ უკვე ორივე მხარე იცვლის აზრს, უახლოვდება ერთმანეთს და ნაცნობი როდესაც ხდება ერთმანეთის პოზიცია, უკვე იქ შეიძლება თანამშრომლობა განსხვავებების მიუხედავად. რეალობა არის აბსოლუტურად გაყალბებული. აი, სრულიად გაყალბებული აქვს. დღეს იმ პოლიტიკით, რა პოლიტიკითაც ზვიად გამსახურდია მოღვაწეობდა, რა მიმართულებებიც ჰქონდა, რუსეთთანაც საუბრობდა, ხო? დღეს იქნებოდა რუსეთუმე. დღევანდელ პარადიგმაში იმდენად რადიკალური არის ეს შეხედულებები, რომ უკვე წარსულის გმირებიც არის გაყალბებული.
იმ ადამიანებს შეცვლილია, ნიშნებად, რომლებიც დღევანდელ გადასახედშიც უკვე იქნება, ანუ საერთოდ და ეს 90-იანებშიც იგივე ხა შენ რას თქვი, 90-იანებშიც იყო ეგ, რომ რუსეთის აგენტი და სუკის აგენტს ეძახდნენ ერთმანეთს ორივე მხარე. და ეჯიბრებოდნენ იმასში, ვინ უფრო არ იყო რუსული. აი ეს არის აბსოლუტური ისტერია ჩემთვის რა, ორივე მხრიდან. მაშინდელიც დღევანდელი. ამ სოციალურმა პრაქტიკებმა პრინციპში ხო გამოფიტა ქართული საზოგადოების რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა მაგალითად შეთანხმება. ახლა შენ ახსენე ის 90-იან წლები იქ სამოქალაქო ომი მოხდა. დღესაც იგივე რაღაცნაირად ცივ სამოქალაქო ომის რეჟიმში ცხოვრობ. და ხალხი იდგა, ну მასიურად არა, მაგრამ ხალხი იდგა ეროვნული მოძრაობის, ну ამ შემთხვევაში ზოგადად გამსახურდია სხვა მათ მის წინააღმდეგ. არა მასები უმრავლესობა, მაგრამ ელიტა ხომ იდგა. ხო და შემდეგ მოხდა ისევ ამის გადაფასება. ანუ შემე შეკითხვა, რატომ არ ხდება ამ საზოგადოებაში და მაგით დავასრულოთ სოციალური გამოცდილების პრაქტიკაში იქცევა. ანუ არის გამოცდილება, ხო შეიძლება ერთ და იგივე ადგილზე წაიქცე, ხო? ერთხელ რომ წაიქცე, ხო, დააკვირდე, რომ სხვანაირად უნდა გაიარო მეორედ იგივე ადგილზე, ხო? მე მიყვარს კულტურის ესეთი განსაზღვრება და განმარტება, რომ კულტურა არის ცოცხალი ორგანიზმი. როგორც ცოცხალ ორგანიზმში უცხო ნივთიერება მოხდება და ის რეაგირებს. ის შეიძლება რეაგირებდეს დადებითად ან უარყოფითად. ამ შემთხვევაში გულისხმობ ღირებულებათა სისტემის ცვლილება, რომელიც მოხდა ეს დღევანდელ პერიოდს ვამბობ, რომელიც გადავიარეთ. მოხდა უცხო ღირებულებები, რომელიც დაპირისპირებაში მოვიდა ტრადიციულ ღირებულებებთან და ამან გამოიწვია კულტურაში როგორც ორგანიზმში კონფლიქტი და ამაზე უკვე კულტურა რეაგირებს და ეს ფიტავს კულტურას შემდეგ. ამიტომ აღარ გვაქვს იმის ენერგია, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ანუ ორი ორგანიზმი დაპირისპირებულია უცხო ღირებულებებს, რომელიც მისთვის ჯერ კიდევ მიუღებელი არის. ეს იწევს ადამიანშიც ასე ხდება, ხო, როდესაც ფსიქიკურად რაღაც პრობლემა აქვს ადამიანებს, რაღაც ორი იდეა ვირუსი შემოდის, ეგაც დავიღოთ ვირუსის. ფსიქიკური ენერგია როდის იკარგება ადამიანში, როდესაც რაღაც დისონანსი არსებობს და დისონანსი მაშინ არსებობს, როდესაც ორი თანაბარი ძალის, მაგრამ გაურკვეველი ძალა ურთიერთქმედებს ჩემში და მე ვერ ვახდენ. და მე ეს ადამიანი ამან შეიძლება დისონანსმა მიიყვანოს შიზოფრენიამდე. და კულტურაშიც ანალოგიურად ხდება, როდესაც უცხო რაღაც შემოდის და ეხლა დასავლელი პოლიტოლოგები, სოციოლოგები ხშირად საუბრობენ ამაზე, რომ როდესაც ლიბერალური ინტერნაციონალიზმის, ასე ვთქვა, მეორენაირად რო ვთქვა, გლობალიზმის გავრცელებას ჩვენ ვახდენთ სხვადასხვა კულტურებში, ეს არ მუშაობს და მოყავთ ამის მაგალითები ერაყის, ავღანეთის და სხვადასხვა ქვეყნების, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისაც ასევე, რომ აი კულტურა არის განსხვავებული, აი უნივერსალიზმს ვერ ამუშავებ, რა ეს კიდევ უფრო ფართო თემა არის, ესე ვერ გავშლით მოკლედ, მაგრამ რა არის უნივერსალიზმი? რაღაცა ღირებულებები შეაქვს, რომელიც მიმართაც საზოგადოებები და უმეტესად ტრადიციული საზოგადოებები რეზისტენტულობას იჩენენ და შემდეგ ამასთან აქვს წინააღმდეგობა და საზოგადოების ამ ხალხებში საზოგადოების მცირე ჯგუფები იღებენ მხოლოდ ამას და იქაც იგივე ანალოგიური განხეთქილებები ხდება, რაც ჩვენთან არის, ხო? ანუ როგორ ხდება სხვადასხვა ქვეყნებში დაპირისპირება, რევოლუციები, იქ თუ არ ჩაერია გარეძალა, ის არ მოხდება. იმაში აქვს რაღაც უნივერსალური, რომელიც ამ ხალხის გარკვეულ ნაწილში იმკვიდრებს თავს და შემდეგ ესენი ამ ღირებულებას იცავენ. ანუ შენ ახლა ამბობ, რომ პრინციპში ქართული გარეჩარევით ქართული კულტურა როგორც ორგანიზმი თავს იცავს. თავს იცავს და მე რამაკვირვებს იცი, რომ ამდენს ვამაყობთ იმით, რომ ამდენი საუკუნის სისხლად აბსოლუტურად ვერ გამოვიჩინეთ ამაში, ვერ შევძელით, ამას ვერ გაუძელით. ვერ გადავლახეთ? მე არ ვთვლი, რომ ეს გადალახული. ეს არის აი დღეს უბრალოდ რაღაც პოლიტიკური სისტემა, დღევანდელი ვთქვათ პოლიტიკური სისტემა ახერხებს რაღაც манипуляციებით იმას, რომ შეაკავოს ეს, თორე ჩვენ რომ
სუვერენი მოვშალოთ, რომელიც ანხორციელებს და ძალით აკეთებს ამას და ესე უნდა იყოს. იქ მოხდება ძალიან ცუდი რაღაც. სამოქალაქო ომი რა არის? ეს არის ორგანიზმის კულტურას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კულტურა უნდა განვიხილოთ როგორც ორგანიზმი. სამოქალაქო ომი არის ორგანიზმში მიმდინარე შიდა ბრძოლა. ინდივიდები ებრძოლიან ერთმანეთს. და ამით ზიანდება მთლიანად ორგანიზმი, იფიტება და აღარ გააჩნია იმის რესურსი, რომ სხვა მიმართულებით განვითარებს. ეს ნებისმიერი მიმართულებით, კულტურული იქნება თუ სოციალური. მე უბრალოდ ერთი იმედი მაქვს, ერთი რამის იმედი მაქვს, რომ ეს ვირუსი, რაღაც კულტურული ვირუსი არის ესე რომ წვეთოვანად მოდის ჩვენთან. თუ კი ეს წვეთოვანს გადავკეტავთ, შეიძლება ეს პრობლემები მალე უფრო მარტივად მოგვარდეს, იმიტომ რომ ეხლა არის რომ კულტურა ძლევს კიდე მოდის ეს ახალი დოზები მაინც მოდის და ორგანიზმი მუდმივ მოწამვლის რეჟიმშია. მოკლედ, მადლობა პირველ რიგში. ეს საკითხები არის შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო ეს გადაცემა. ეს იყო პრინციპში ორ მეგობარს შორის ლაპარაკი, დისკუსია, მაგრამ ეს არის ის საკითხები, რომლებიც უმრავლესობას გვაინტერესებს და რომელიც გვეხება, რაც თავარია. დაწერეთ კომენტარები, აუცილებლად გიპასუხებთ, გქონდეს აქტივობა, ესე ვთქვათ. და თქვენი აზრებიც საინტერესოა, იმიტომ რომ მარტო ესე დისკუსიები არაფერს არ მოგცემს თუ არ იქნება საზოგადოებრივი რაღაცა რეფლექსია, ხო, ამის შესახებ და რეფლექსიას აქვს დიდი ძალა ის ცვლის რაღაცა რეალობას. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.